გამარჯობა. მოგესალმებით შიგ ამერიკიდან. ეს არის შიგ ამერიკა და ასე რაღაცნაირად მოკლედ შეიძლება ლექციასავით გამომივიდეს, მაგრამ მინდა ორი სიტყვით ამაზე დიდ ხანს ვფიქრობდი. ვისაუბრო სახელმწიფოებრიობაზე, სახელმწიფოებრიობის იმ თანამედროვე ფორმაზე, რომელიც დღეს ჩვენ თამამ შეიძლება ითქვას, სოფლიოში გაგვაჩნია ყველაზე წარმატებული ფორმით და ასევე ჯერჯერობით ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფორმა სწორედ ამერიკაში შეიქმნა აგერ მე-18, მე-19, მე-20 საუკუნეების განმავლობაში და 200 წელიწადზე მეტია. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ეს ფორმა არის ყველაზე მდგრადი. მიუხედავად სოფლიოში მიმდინარე რაღაც არამდგრადი პროცესებისა. იდეა, თქვათ, ამერიკული სახელმწიფოებრიობის მე პირადად ყველაზე უფრო დღესდღეობით თუ არა ერთ-ერთი ყველაზე უფრო რატომაც მომწონს, ახლა მოგახსენებთ და ამას რატომ საუბრობ, ეს არ არის უბრალოდ რაღაც პროამერიკული პროპაგანდა ან რაღაცა ამერიკის გავლენის აგენტი ან რაც შეიძლება ამას მოვაყოლოთ, უბრალოდ მე მინდა პარალელი გავალო და პარალელი გავალო ჩემს სამშობლოსთან, საქართველოსთან. 400 წლიანი მუხა ეზოში თუ 200 წლიანი ისტორია, რომელიც დღეს ყველა ასპექტში წონის ჯერჯერობით სოფლიოში, თქვათ, ყველა ძიმე მიმართულებას პოლიტიკურს, გეოპოლიტიკურს, სამხედროს თუ ეკონომიკურს. ამერიკის ისტორია ძალიან საინტერესოდ დაიწყო და ერთ-ერთი რადგანაც მომწონს და მაინტერესებს არის სწორედ ის პრეცედენტი, რასაც ამერიკის ახალი დღევანდელი შეერთებული შტატების დაბადების ისტორია ჰქვია. ანუ ეს ქვეყანა ფაქტობრივად დაიწყო ვერ ვიტყვი რომ ცარიელ ადგილას, მაგრამ აი ამ ადგილას, რა თქმა უნდა, მოსახლეობდნენ ადგილობრივი ხალხი, ადგილობრივი ტომები, ეს ცალკე ისტორია, ძალიან ცალკე მიმართულება ისტორიის და შესწავლადი და შეისწავლება ამერიკაში, მაგრამ მე რას უსვავ ხას აქცენტი რაზე მაქვს. ანუ ამ ტერიტორიაზე ვიწყებ იქიდან, სადაც უკვე არსებობდა კოლონიები, როგორც ბრიტანეთის, ისე საფრანგეთის და სხვათა შორის ძალიან გავლენიანი და ძალიან დიდი, იმიტომ რომ უკიდურესი სამხრეთიდან დღევანდელი ამერიკის ჩრდილოეთამდე კანადის უამრავი, არ ვიცი, ასეულობით დასახლება და დასახელება გვხვდება ფრანგულენოვანი. თუმცა და ასევე თქვენ წარმოვიდგინეთ რუსულს. ალიასკა და არა მარტო ალიასკა, ჩრდილოეთ კალიფორნიაშიც ასევე ძალიან საინტერესო ისტორია, თქვათ ეს რუსულ-ამერიკული ურთიერთობა, მაგრამ ეს კიდე ცალკე ამბავია, რას აკეთებენ რუსები ამერიკაში არა და ისინი აკეთებდნენ და შემდეგ ალასკის ისტორია. ამაზე არ ვსაუბრობ. მაგრამ კოლონიალური ამერიკა, რომელიც ფაქტობრივად ეკონომიკურად იყო დაკავშირებული და დამოკიდებული ბრიტანეთზე, ანუ ფაქტობრივად ისე მოქმედებოდა, რომ ამერიკაში მარტივად რომ ვთქვათ, ვერაფერი შემოვიდოდა პირობითად ბრიტანეთის აქციზის ბრიტანეთის გავლის გარეშე ამერიკაში ვერაფერი ხდებოდა, ასევე ამერიკიდან იგივე თუნდაც როცა მე ბამბის წარმოება დაიწყეს, ვერაფერი მოხდებოდა დანარჩენ სამყაროში. ნუ ასე მარტივად შემდეგ თქვენ თვითონ შეგიძლიათ ამერიკის ისტორიას ჩაუჯდეთ, ეს ბოსტონის ჩაის წვეულება, როგორც იწოდება, სადაც ასე ვთქვათ, პროტესტის ნიშნად თუ უკვე პირველი დაპირისპირება სადაც იხატება, რომ უზარმაზარი ჩაის პარტია, რომელიც მაშინდელი მილიონით თუ 2 მილიონით განისაზღვრება, უბრალოდ ჩაიში, წყალში გადაყარეს ბოსტონის ყურეში და ნუ აი აქ უკვე დიდ დაპირისპირება, რა თქმა უნდა, დაიწყო. ანუ დაიწყო ამერიკის მოსახლეობის, რომელიც, ნუ თქვათ, რომ შედგებოდა ყველანაირი ადამიანისგან, ანუ ემიგრანტისგან, ძირითადად ევროპიდან და ასევე ჩინეთიდან და რუსეთიდან და კიდე სხვა სამყაროს სხვა წერტილებიდან ჩასული ადამიანებისგან. ფაქტობრივად ჯერჯერობით არც თუ ისე ინტეგრირებული ერთმანეთში, ყველა თითქმის გერმანელები უამრავი, ასევე და ნუ მექსიკელები პლუს. ეს ადამიანები პირველი პროტესტი სწორედ იქ გაჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება თავისუფალი წარმოების და თავისუფალი ვაჭრობის. აი აქ დაიბადა ფაქტობრივად პირველი დაპირისპირება. შემდეგ უკვე გამოჩნდნენ ცოტა ძლიერი გონები, თქვათ, ვაშინგტონი, სამხედრო მიმართულებით, ფრანკლინი და ძალიან ბევრი სხვა, აქაც მიმართეთ ამერიკის ისტორიას და აქაც ასე თავს უნდა ვბრმავებთ, ევროპაში უკვე დაწყებული ეს ასე ვთქვათ, დემოკრატიული ძვრები, რასაც მონტესკიეს, რუსოს და სხვების იდეები წინ უძღოდა, ამერიკამ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, წინსწრებით
გამოიყენა, აქაც არის ესეთი ისტორიული ფიგურა ლაფაეტი, ფიგურირებს და სხვათა შორის იმ დროინდელი საფრანგეთის ხელისუფლების ასეთ მცირედი ხელშეწყობის გარეშეც არ ყოფილა. ნაპოლეონსაც კი აქვს რაღაც სულელი მიღებული, შეიძლება ითქვას ამაში, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. იმ იდეების, რომელზეც დღეს დგას ევროპა, თავისუფალი დემოკრატიული სამყარო, რომელმაც განაპირობა დღევანდელი თავისუფალი მეწარმეობის და ინდუსტრიის წინსვლის ასე ვთქვათ ფაქტორი, ანუ ეს დემოკრატიული იდეები მონტესკიე კონკრეტულად აიღო ამერიკამ და საფრანგეთზე წინსწრებით, ვთქვათ, გამოიყენა თავის კონსტიტუციაში. რთული არაფერი, არც მონტესკიეს ფილოსოფიაში რთული არაფერი, ესე თუ მივუყვებით, არც ჰეგელის ფილოსოფიაში და პრინციპულად ესე თუ მივუყვებით, არც მარქსის ფილოსოფიაში, თუმცა რაც ასევე ძალიან ბუნებრივი იყო თავის დროზე, მაგრამ საკმაოდ მახინჯი ფორმები მიიღო სამწუხაროდ დედამიწის ნახევარსფეროში, რომელიც შიც მან გაშალა, ასე ვთქვათ, ლენინის და უფრო ენგელსის, ლენინის და სხვების დახმარებით და აქაც თამამად ვიტყოდი, რომ იგივე შეიძლება ძალიან შეუსაბამოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მარქსის იდეები სწორედ ამერიკაში არის საუკეთესოდ დაცული და შენახული, ვიდრე ნებისმიერ სამყაროს სხვა ნაწილში, მით უმეტეს იქ, სადაც მან სრულებით კრახი განიცა და სრულებით ფორმაცვალება საბჭოთა კავშირს და რუსეთს გულისხმობ, მაგრამ ესეც ცალკე მიმართულება ამაზე მოგავხურდებით. ერთიც ვიტყვი, ამერიკამ რაც გააკეთა, ასე ვთქვათ, აქცენტი და დაყრდნობა საკუთარ თავისუფლებაზე, ანუ პირველ რიგში თავისი მოქმედების თავისუფლებაზე, ანუ თავისი მოქმედების წარმოებაში, რომ იყოს იგი თავისუფალი მეწარმე და იყოს თავისუფალი ვაჭრობაში. აი ამაზე გააკეთა პირველი აქცენტი. და გააკეთა პირველადი აქცენტი შესაბამისად იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა ადამიანი უნდა იყოს თანაბარი და თანასწორი. დაახლოებით მაშინვე ყოველგვარი რაიმე ფუნდამენტი საფუძველი, თქვა სპეკულირებისა, გინდაც რელიგიურ თემაზე, გინდაც ეთნიკურ თემაზე, იქ უკვე ფაქტობრივად და მოიშალა, სადაც გაჩნდა პირველადი ინტერესი, რომ ყველა ადამიანმა აი აქ არსად, აი ამ არსად და აქ სპეციალურად გავარწმუნეთ იმიტომ, რომ აი ამ არსად ეს ერთ-ერთი წერტილი იყო, სადაც ისინი ქმნიდნენ ეგრეთ წოდებულ გარდამავალ მე დავარქმევ პუნქტებს ურთულეს პირობებში, რომ ეს უზარმაზარი ტერიტორია შეეკრათ. ეს უკვე შემდეგი ისტორიაა, მაგრამ შეეკრათ იმისთვის, რომ ეს უზარმაზარი ტერიტორია აემუშავებიათ. რომ აი აქ ინდუსტრია აემუშავებიათ და ეკონომიკა აემუშავებიათ. შემდგომში დაახლოებით ისე ეს ცოტა არ შეიძლება რომანტიზებულია, ცოტა პოლიტიკურ ფილოსოფიურად კიდე სხვა მიმართულებით გავრცობილი, მაგრამ კიდე ბევრი ნაწარმოებია ამის შესახებ, როგორც თვითონ ისტორია გვიყვება, თუნდაც აიდენის რაღაცა ატლანტმა გაშალა მხრები და ასე შემდეგ. ასე დავარქვათ, როგორ შენდებოდა ამერიკა შენდებოდა ისე, რომ მათ მოუწიათ ომი 7 წლიანი თუ სწორად მახსოვს, ომი ბრიტანეთთან, რომელიც მათ ასე მოიპოვეს, ანუ გაიმარჯვეს და მოიპოვეს თავისუფლება და რაც ვთქვათ, დამოუკიდებლობა კოლონიისგან. ანუ კოლონიალიზმის ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი და მსხვილმასშტაბიანი და პლუს შედეგიანი, რომ მათ თავი დააღწიეს კოლონიალიზმს, მათ ეხმარებოდნენ კანადელები, ფრანგები და ბევრი სხვა ადამიანი, ვისაც ასე ვთქვათ, ესპანელებიც კი და ჰოლანდიელებიც და გერმანელებიც, ვისაც ჰქონდა ინტერესი, რომ სოფლიოში ჯერ კიდე მე-18 საუკუნეში, ჯერ კიდე სადაც მონარქია არსებობს, ჯერ კიდე სადაც ძველი წესჩვეულებები, რასაც მოყვება ლუდოვიკო მე-16-ის დაჟჯა და ფრანგული რევოლუცია და ასე, ჯერ კიდე არსებობს და ჯერ კიდე არსებობს ასე მძიმედ და იწყება ინდუსტრიული რევოლუცია. და თამამად შეიძლება ითქვას, რომ როგორც კი და მანამდე, რა თქმა უნდა, და როგორც კი თავი დააღწიეს, ვთქვათ, ბრიტანულ კოლონიალიზმს ამერიკაში, აი ინდუსტრიული რევოლუცია თუ რამეს შეიძლება დაარქვა იმას, რაც შემდეგ მანამდეც ვიტყვით დაიწყო და ხდებოდა ამერიკაში.
უდაოდ და ორი აზრი არ არის ის რაც ხდებოდა რა თქმა უნდა ბრიტანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში ძირითადად, იტალიაშიც რა თქმა უნდა და ვთქვათ რომ რუსეთშიც კი ბატონო ეს ევროპაში, თუმცა აი რაც ხდებოდა აქ, აი ამას ქვია ატლანტმა გაშალა ბრთები არ ვიცი. არ მინდა ეხა ამ ლიტერატურულსა და ნაწარმოებში წავიდე ეს ცალკე თემაა, მაგრამ ну ისე რაღაც ფრთოსან ფრაზად მოვიხმარ მაინც. აი აქ გაშალა მართლა ბრთები. ანუ ფაქტობრივად ტერიტორია, სადაც ის კი არა რომ მათ მოწინააღმდეგე ყავდათ, აღარც დარჩათ, ანუ ასათვისებელი იყო მთელი ძალისხმევა. ეს აქ იყო საკითხი იმაზე, რომ ან შენ მთელ ძალისხმევას გაიღებ იმაზე, რომ ეს უკიდეგანო ტერიტორია უკიდეგანო თავისი რესურსით, როგორც დემოგრაფიული, ეკონომიკური, პოლიტიკური და უზარმაზარი გეოპოლიტიკური ახალი უდიდესი მნიშვნელობის და დღემდე გეოპოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია. ამ მთელი ძალისხმევა მიმართო იმისკენ, რომ ეს ტერიტორია უფრო განვითარდეს და ამას ფაქტობრივად წინ არავინ ერდგა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ბუნებრივი მტერი მაშინ შეიძლება ითქვას ამერიკას არ ყავდა, ну მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში ისეთი დუღილი როგორც ევროპაში მიმდინარეობს, აქ ნაკლებად მათ ეს დასძლიეს, გათავისუფლდეს და ეს ფრაზა რომ ჩვენ ოკეანის იქით ვართ დღემდე შემორჩა და მართლაც გარკვეულწილად შეველოდათ და აი ეს უნიკალური ისტორია აი აქ შედგა. ბოლო 200 წლის განმავლობაში აქ მიმდინარეობდა მხოლოდ განვითარება, ინდუსტრიული, სამეცნიერო და ეკონომიკური განვითარება. ანუ ჩემთვის აი სწორედ ამ მხრივ არის ეს ქვეყანა, ეს სახელმწიფო უნიკალური. მთელი ინტერესი მიმართეს განვითარებაზე. მოდი იმასაც ვიტყვით, რომ დედამიწაზე სამოთხე არ არსებობს, რა თქმა უნდა, ყველგან არსებობს პრობლემები, ყველგან არსებობს კორუფცია და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის მაინც ეს არის მაგალითი, თუ როგორ არიან ისინი ორიენტირებული, ვთქვათ, იგივე სოციალურ საკითხებზე და როგორ აქვს ყველა პრობლემა დღეს უკვე მსოფლიოში ალბათ ჯერ კიდევ პირველი ეკონომიკის სახელმწიფოს დალაგებული. თავარი რა არის აქ შედეგი? ეს უკვე ქართველებს აუცილებლად ცალსახად ქართველებს მესიჯი რა არის? აქ არ არის მესიჯი ის, რაზეც თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფომ უნდა არჩინოს თავისი მოქალაქეები. ეს არის თქვენი, ჩვენი ქართული პერვერტული გაუკმართებული აზრი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა არჩინოს თავისი მოსახლეობა და ეს გაუკმართებული აზრი მოდის სწორედ საბჭოთა კავშირიდან. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი დღიდან იმისა სადაც შეიქმნა, სადღაც 50 წელიწადში, 80-იან წლებში 50 წლით ჩამორჩებოდა 1980-იან წლებში 50 წლით ჩამორჩებოდა განვითარებაში, როგორც ეკონომიკურში, ისე სხვა ყველა დანარჩენ განვითარებაში, ასევე სოციალურში ამერიკას. ვიმეორებ 50 წლით. იმიტომ რომ ამერიკა დღემდე დგას მძიმე რთულ შრომაზე. ეს სახელმწიფო დგას შრომაზე. და სწორედ ესაჩვენა პრაქტიკამ, რუსული სიტყვა არის ტუნიაცტვა, ასე ვთქვათ, ესეთი ზერელი დამოკიდებულება შრომისადმი, ერთგვარი ზარმაცი, იოლ გამორჩენაზე დაკმაყოფილებული ადამიანი, ეს არის რუსული სიტყვა ტუნიაძეც. აი ეს ტუნიაცტვა გამოიმუშავა პოსტსაბჭოთა ადამიანში, საბჭოთა კავშირმა და საქართველოში კიდე ეს ყველაზე ერთ-ერთი მძიმედ არის. დღემდე მე ძმაო რაღაცა ეხლა 2 კაპიკი არ მეკუთვნის, ეგრევე მახსენდება ის ადამიანი ეთერში რო იჯდა და ბლატაობდა, რომ ამდენი რამე გავაკეთ ქართული ოცნებების, თუ თავი იმტრიო ვიღაცებს უტყვიო და ერთი რა, აი კორკოტა, კრებითი კორკოტა. ეს არის ქართული მენტალობა, რომ მე არაფერი მეკუთვნის, შენ გეკუთვნის ზუსტად იმდენი, რამდენი იმუშავე. ასე არის სამართლიანად. და შენ აუცილებლად იღებ იმდენს, რომ შენ არ იყოს მშიერი, შენ გქონდეს სახლი და გქონდეს აბსოლუტურად ნორმალური მინიმუმის ზღვარი არსებობს. ამერიკაში ვსაუბრობ და ნებოდ კანადაში და კიდე სხვაგან იმ ეკონომიკებში, რომლებიც ასე ვთქვათ ამერიკიდან განვითარდა, არსებობს მინიმუმის ზღვარი. იმაზე ცუდი საცხოვრებელი არ არსებობს და იმის მინიმუმი პირობები, რაზეც ცუდი არ არსებობს. სადაც არ უნდა შეხვდე ყველაზე ღარიბ ოჯახშიც კი. და შენ თუ ასრულებ ყველაზე მარტივ სამუშაოს მაინც, არ ვიცი, ფოთლებს აგროვებ, ან რა, ტოტებს აგროვებ, ამტრევ და რაღაც კალათ, აი მანდაც კი შენ გამოიმუშავებ იმდენს, რომ შენ შეგიძლია
თავიდან ბოლომდე შეინახო შენი თავი და შენ გაქვს სოციალური ლგოტები, შენ არ მოკვდები შიმშილით, ნამდვილად არ მოკვდები და შენ სამედიცინო დახმარებაც გაქვს. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი. დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის იმის მიხედვით, თუ რამდენს გამოიმუშავებ. რა თქმა უნდა, აქაც აქვს მნიშვნელობა განათლებას, რაც უფრო მოთხოვნადი პროფესია გაქვს, მით უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ ვთქვათ, უფრო ანაზღაურებად სამუშაოზე, როგორც ყველგან და ძალიან ბუნებრივია, რომ ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო და ანაზღაურებად იშოვო და ასე შემდეგ. ძალიან ბუნებრივია. ეს მინდა სწორედ უთხრა ქართველებს, რომ ჩემო კარგო, არავის არ აქვს თქვენი ვალი. თქვენ გაქვთ სახელმწიფოს ვალი. იმიტომ რომ რამდენსაც თქვენ მისცემთ სახელმწიფოს და რამდენსაც იმუშავებთ, გამოიმუშავებთ და რამდენ ტაქსსაც ან დღგ-ს გადაიხდით თქვენ ბიუჯეტში, სწორედ იმდენი შეგიძლიათ მოითხოვოთ უკან სახელმწიფოსგან, რომ მათ დაგეხმარო. აი ეს არის სახელმწიფოს იდეა. სხვანაირ სახელმწიფო არ მუშაობს. სახელმწიფო ცალკე როგორც პერსონაჟი, ცალკე პიროვნება არ არსებობს. ის და მის ჯიბეში ფული საიდღანღაც არ მოდის. ფული მის ჯიბეში მიდის ჩვენგან. იგივე უკუპროპორციულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ამიტომ სახელმწიფო, ხალხი და თავისუფლად შეგვიძლია ამავე დროს მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან ის პირობების შესრულება, რა პირობებზეც ჩვენ მივიღეთ, ვთქვათ, ესა თუ ის ხელისუფლება. აქ რა თქმა უნდა უკვე ლინკი დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებასთან. იმიტომ რომ ჩვენ ვიხდით დღგ-ს, ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენ გვაქვს უფლება, რომ მათ მოვთხოვოთ, რომ შეასრულონ ის დღის წესრიგი კონსტიტუციური, რომელიც ჩვენ მათ შეუკვეთეთ. ეს მოკლედ ასე. ქართულ ეცნობას და დაუბრუნდები ისევ 400 წლიანი მუხა მიდგას ეზოში, გეები და რაღაც მსგავსი. ეს ქართველებს, იმ ქართველებს, რომელიც მოტყუებით, მე მჯერა რომ მოტყუებით, ასე ვთქვათ, ამოძრავეს, ასე ვთქვათ, დემოკრატიული, ლიბერალური, ამ სიტყვის რო ეშინიათ, ეს მომწონს ძალიან ლიბერალური ინდუსტრიის წინააღმდეგ, განვითარების წინააღმდეგ, ანუ თავისუფალი ისეთი ინდუსტრიის და ისეთი განვითარების და ეკონომიკის და სამართლის წინაშე, რომელიც არ არის დამოკიდებული, ვთქვათ, რაღაც ქსელზე, ну პირობითად ივანიშვილის ქსელზე, რომელიც არ არის დამოკიდებული რაღაც სამთავრობო რომელიღაც ვერტიკალზე. ანუ ასეთი არის ნამდვილად ამერიკა და ასეთი არ არის რუსეთი, იმიტომ რომ რუსეთში სამართალიც, ეკონომიკაც და ყველაფერი დანარჩენი დამოკიდებულია მაგალითად პუტინის ვერტიკალზე. და ამერიკაში ეკონომიკა და სამართალი არავიზე არ არის დამოკიდებული. ის არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და ამის მრავალი მაგალითი გვაქვს, ვთქვათ, არაერთი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი. იქ პრეზიდენტიც კი იგივე დონეზე დგას სამართლებრივი კუთხით და სამართლებრივ დონეზე, როგორც ნებისმიერი დანარჩენი და შეიძლება ძალიან თავისუფლად შედგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამართლებრივი პროცესი. ანუ ეს სამოქალაქო პროცესი იქნება თუ შემდეგ უკვე კიდე სხვა, არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ანუ თავისუფლად შეიძლება უცებ პრეზიდენტის მიზანშეწონილობა, მისი თქვა თავის პოსტზე დარჩენის სამართლებრივი მიზანშეწონილობა შეიძლება დადგეს ერთ დღეს. თუ ხალხი ამაზე რამდენ მივა, რა თქმა უნდა ლეგიტიმურად დადგეს ეჭვის ქვეშ. და ეს უკვე გადავიდეს, ასე ვთქვათ, სასამართლოში, სხვადასხვა ჯერ ერთ-ერთ სტატიაში, სხვაში და სხვაში. ანუ ეს ერთ-ერთი არის, რაც არც რუსეთში მომხდარა არასოდეს და არც ელოდება ვინმე ამას და მით უმეტეს საქართველოში, რომელიც დღეს არის აბსოლუტურად რუსული პროქსი, ანუ აბსოლუტურად რუსეთზე დამოკიდებული პოლიტიკა და ეკონომიკა. ის სწორედ აქეთ მივდივარ, როცა საუბრობთ გადარჩენაზე და განვითარებაზე, ერთადერთი გზა, რა თქმა უნდა, ამისი არის პირველი, რაც ამერიკამ გააკეთა. მას ჰქონდა სხვა პრეცედენტი, რა თქმა უნდა, სხვა გეოპოლიტიკური და სხვა გეოლოკაცია, მაგრამ პირველი დამოუკიდებლობა. ეს არის პირველი, რაც გჭირდება იმისათვის, რომ შენ შემდეგ ისაუბრო ეკონომიკურ და სხვა პოლიტიკურ განვითარებაზე. სამართლებრივ, საჯარისო, პოლიტიკური და დამოუკიდებლობა. ეს არის ის, რაც საქართველოში დგას საპირისპირო მიმართულებით, სადაც საპირისპირო მოძრაობა იმისაკენ, რომ ვიყოთ დამოკიდებულები. ის კი არა, რომ აღიაროთ, რომ იცი რა, დამოკიდებულები ვართ რუსეთზე, მაგრამ ცოტა გვიჭირს ამის წინააღმდეგ რაღაცის გაწყობა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია. პირიქით, ამაზეც კი არა საუბარი იმისა, რომ არა, დღეს თუ გვინდა რომ ვიყოთ კარგად, უნდა ვიყოთ დამოკიდებლები. ერთადერთი, ვისაც აწყობს მსგავსი რიტორიკა,
რუსეთის გარდა არის ის მცირე ჯგუფი, რა თქმა უნდა, რომელსაც დღეს საქართველოს უჭერავს, ივანიშვილის ქვეშ ვინც არიან, რაღაც გაუნათლებელი ბანდიტები, კალაძეები, ვიღაცეები, ზარქუები და რაღაცეები. მაგრამ ისევ დაუბრუნდები საქართველოს განვითარების, ასე ვთქვათ, მომავალს. და ის ტყუილი, რომელიც ასე ვთქვათ, კიდე ხალხში გააღვიეს. ჩვენი დიდი წარსული, ღრმაწარსული, ჩვენი დიდი კულტურა, რაც უთუოდ არსებობს, უდაოდ არსებობს, მაგრამ მაპატიეთ, მაგრამ კულტურას ვერც შეჭამ, კულტურას ვერც შენი სამართლის სათავეში დააყენებ, ვერც შენი ეკონომიკური განვითარების სათავეში დააყენებ, თუ არა ხარ თავისუფალი და ის რომ ეზოში 400 თუ 600 წლიანი მუხა გიდგას, ვერანაირად მაგითი ვერც ევროპას ჯობნი, იმიტომ რომ დღესდღეობით რაც არ უნდა პრობლემები შეუქმნას ურთმევ ევროპას, ევროპამ არის უძლიერესი ეკონომიკის კავშირს გულისხმობ, რა თქმა უნდა, უძლიერესი ეკონომიკური, იგივე კულტურული, სამართლებრივი და კიდე სხვა განვითარების დავარქვათ ტერიტორიული კავშირი. ჩემი კარგო, კულტურა ძალიან კაია ტრადიციების დაცვა და ძალიან კაია ყველაფერი ის, რასაც ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ ქართული, ან ბერძნული, ან აზერბაიჯანული, ან სომხური, რაც საქართველოშია და რა თქმა უნდა ეს შევინახოთ და უნდა შევინახოთ და გაურთხილდეთ, მაგრამ ორ წამში დავკარგავთ აი ამასაც, თუ ქვეყანა არ არის ძლიერი და ქვეყანა არ არის თავისივე თავთან, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი და თუ არა აქვს მას იმის საშუალება, რომ მისცეს დამოუკიდებლობა ინდივიდების განვითარებას, ბიზნესის განვითარებას, მისცეს არა მარტო დამოუკიდებლობა, არამედ შეუწყოს ხელი დამოუკიდებელი ბიზნესის განვითარებას და რა თქმა უნდა მაქსიმალურად უზრუნველყოს თავისი სახელმწიფოს პირველ რიგში საგარეო უსაფრთხოება. აქ რა თქმა უნდა აქცენტი მაქვს ისევ რუსეთზე და იმ რუსულ სპეცსამსახურებზე, რომლებიც საქართველოში დღეს უბრალოდ კაბინეტებში შეხედან. ასე რომ ამას ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკო, ამერიკის ისტორიაზე შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო, როგორც 200-300 წლის წინანდელ ისტორიაზე, ახლანდელ ისტორიაზე, მის ახალანდელ როლზე მსოფლიოში, გამოწვევებს, რასაც ეძახიან სირთულეებზე, არც არ სირთულეებზე, ძლიერ მხარეებზე, სუსტ მხარეებზე, მაგრამ ჩემთვის დღემდე არის იმის სწორი მაგალითი, თუ როგორ უნდა ააწყო სახელმწიფო და რა თქმა უნდა, აი ამის საფუძველზე, მარქსზე რასაც გესაუბრებოდით, აი ამ საფუძველზე შემდეგ უკვე იფიქრო რა თქმა უნდა კულტურაზე, კულტურის შენარჩუნებაზე, კულტურის შენარჩუნების დაფინანსებაზე, იმ ყველანაირი ფონდებზე, ან სახელმწიფოებრივ ხაზზე, რომელიც ან არის რიგ სახელმწიფოში გათვალისწინებული, ანუ და სუბსიდირებული, ან არ არის, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ თუ არა გაქვს სახელმწიფო ძლიერი, უკაცრავად იმის საფრთხე თუ არა, შენ სახელმწიფო ხვალ დაიშლება, შენი კულტურა დარჩება ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ასეთი ერი არის, რომელიც ვიცით, რომ ისინი არსებობდნენ, მათი კულტურული რაღაც გამოძახილები დღეს ისტორიაში გვაქვს, ასე ვთქვათ, გავლენები, როგორც წერილებში, ისე ვიზუალურ ხელოვნებაში, თუმცა ეს ერი აღარ არსებობს, ხშირ შემთხვევაში ენაც აღარ არსებობს და უბრალოდ ისტორიკოსებს უწევთ ამ ყველაფრის დეტალურად აღიანა. აი ამაზე მქონდა საუბარი. ასე რომ ჩემო კარგო ქართველებო, არაფერია მხოლოდ რელიგია, რომელიც ამერიკაში ასევე თავისუფალია. არ ვიცი რამდენაირი რელიგია თუ კი რამე რელიგია, ანუ კიდე ქვემ მიმართულება არსებობს სოფლიოში, ეს ყველაფერი ასევე არსებობს ამერიკაში და ნამდვილად ყურშიც კი არ მოხდება, ის კი არა რომ ვინმესთვის თავში ჩარტყმა, ისინი ძალიან მშვიდობიანად არსებობენ. ძალიან მშვიდობიანად თავის ქადაგებასაც ეწევიან და ვინც ამ რელიგიის მიმდევარია, ძალიან მშვიდობიანად და მშვიდად ამ რელიგიას მისდევს კიდეც. მეცაც გეტყვით, მათ სახელმწიფო დაფინანსება არ აქვთ, არც ერთს, ისინი თავის თავს თვითონ ინახავენ და ინახავენ ძალიან, ასე ვთქვათ, წარმატებულად, ასევე კიდე სხვა თემაა ეს, თუმცა აი ამის ნიადაგზე ნამდვილად არავინ მანიპულირებს ამერიკელ ხალხს. ეს არ არის ასევე მანიპულაციის საკითხი, ეს არის ერთგვარი კიდევ ერთი ვთქვათ, დამოუკიდებლობის მაჩვენებელი, რომ აქ ხალხი არის ძალიან განსხვავებული, სხვადასხვანაირი კულტურული, რელიგიური შესაძლებლობის მიხედვით და ისინი არათუ ხელს უშლიან ერთმანეთს, ისინი ერთად ყოველდღიური, სხვათა შორის ძიმე შრომით აშენებენ ამ ქვეყანას. ამიტომ არის ეს ქვეყანა ძლიერი, რომ ის სხვას არ უყურებს პირში, ასე ვთქვათ,
როგორც საქართველო, ვინ რამდენს მისცემს, ასე ვთქვათ, გრანტს, რომ მე ის ჯიბეში ჩაიდოს და დანარჩენი ვალად დაუტოვებს შემდეგ თავის თაობას, ანუ ედუარდ შევარდნაძის მერე თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადახედოთ სტატისტიკას, რამდენად გაიზარდა საქართველოს ვალი, იმიტომ რომ ვისაც არ ეზარებოდა ამ ვალებს იღებდა და მით უმეტეს ბოლო 12 მანძილზე და იღებდა იდევდა ჯიბეში. ეს კიდევ ერთი სისუსტე ჩვენი ქვეყნის და კიდევ ერთი სიძლიერე ამ ქვეყნის, რომელსაც მსგავსი ტენდენცია არ გააჩნია და რაც თავარია გეები, ის რომ გვაპიდარასტებენ. ერთ ნიშანდობლივ საიდუმლოს სად დავიჭირე. მაგრამ მაინც დავამთავრებ ამას. ერთ ნიშანდობლივ საიდუმლოს გაგანდობთ გეების შესახებ. ის რომ რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში, ამერიკაში, რა თქმა უნდა, ისინი არსებობენ და საიდუმლოდ გეტყვით, რომ ისინი არა მარტო ამ ქვეყანაში, ისინი აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში არსებობენ, იმიტომ რომ დედამიწის მოსახლეობის, ზოგადად კაცობრიობის, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სხვა კიდე რელიგიური მიმართულების და ასე შემდეგ, დაახლოებით, ესე დათვლია, რომ 4% არის პოტენციურად ზოგი შემდგარი, მე არ ვიცი, ზოგი რეალიზებული, ზოგი არ რეალიზებული, მაგრამ გეი. ესე საიდუმლოდ, არავის არ უთხრათ. და ძამბუნებრივია, რომ ისინი ამ ქვეყანაში არსებობენ. ისინი ამ ქვეყანაში არსებობენ, მათ აქვს თავის კომფორტის ზონები და სწორედ იმიტომაც, რომ ეს კომფორტის ზონები აქ არსებობს, ისინი მეტწილად ამ კომფორტის ზონების ირგვლივ იკრიბებიან. მაგალითად, რამოდენიმე დიდ ქალაქში, თუნდაც ვთქვათ, ლოს-ანჯელესში, ერთი პატარა უბანია, დაახლოებით 4 ბლოკს, ანუ მოიცავს ერთ ქუჩას, სადაც არის მათი როგორ იყო ესე? ხო და მაინც დავამთავრებ ამას. გეებზე ვამბობდი, რომ რა თქმა უნდა არსებობენ. ვიღაცა ხელს მისვლის იქიდან ქართველი არ ვიცი ვიღაცები ფეხს ურტყავენ ჩემს შტატის თუ რა ხდება. და აი ამ კომფორტის ზონებში იკრიბებიან ისინი, არც მათ უშლის ვინმე ხელს, იმიტომ რომ ისინიც ხელს არავის უშლიან 360 მილიონიან ქვეყანაში. მე ყველას გისურვებთ, ვისაც მსგავსი რაღაცა, გამოვლინებები გაქვთ თუ ვნებები იმის შესახებ, რომ ვიღაცები გვაპიდარასტებენ და უნდათ ჩვენი გაპიდარასტება და ვისაც გონიათ, რომ რაიმე გავლენა აქვს მსგავს რამე მოსაზრებას ისეთ ქვეყანაზე როგორც არის ამერიკა ან ნებისმიერი სხვა, მე ყველას გისურვებთ, რომ უბრალოდ ჩამხვიდეთ და ნახოთ. უბრალოდ ერთი სანაპიროდან მეორემდე გისურვებთ, რომ გაიაროთ მანქანით როგორც ახლა მე და უბრალოდ ყველაფერი თქვენი თვალით ნახოთ და მიხვდეთ სად აქვს, თქვათ, აი ამ მსგავს პროპაგანდას, რასაც ქვიათ, თქვათ, გეი პროპაგანდა თქვენთვის გავლენა ამ სახელმწიფოს და მე გეტყვით, რომ 0. არსად, იმიტომ რომ თქვენ ნახავთ მილიონობით, 360 მილიონიდან ალბათ 340 მილიონ შრომელ ადამიანს ყველა შტატში, მძიმე შრომაში. და ეს არის ქვეყანა, რომელიც ალბათ ყველაზე მძიმედ ინდუსტრიულად აღჭურვილი ქვეყანა არ არის, ქალაქი არ არის თუ შტატი, ქალაქი, რომელიც ასეულობით მძიმე ინდუსტრიული ასე ვთქვათ, დანაყოფით არ იყოს აღჭურვილი. ეს არის ქვეყანა, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს თავის ეკონომიკას, თავის ჯარს და ასევე ძალიან ბევრ უცხო ეკონომიკას. და გისურვებთ, რომ თქვენ აი ეს ხალხი ამ შუალედურ შტატებში ნახოთ ეს და პირადად შეხვდეთ და დაუსვათ მსგავსი შეკითხვა და მე ძალიან მინდა, რომ პირადად მიიღოთ მათგან ეს პასუხი, სადაც ის აგრესიული ვიღაც ბენდენიანი სათვალეიანი ნარკომანი ძალით ძველი ბიჭი ბოზები, რომლებიც დარბიან და ქუჩაში საქართველოში ხალხს ურტყავენ, აი სწორედ ისინი აღმოჩნდებიან პიდარასტები, აი იმათ პირისპირ, ვისაც აი აქ შეხვდებიან, აი ამ შუალედურ შტატებში. მე ახლა იუტაში ვარ მაგალითად და ნებისმიერ სხვაში. ტეხასში აი ეს მილიონობით, ათეულობით მილიონობით შრომელი ადამიანი. აი ამაში არის მთელი საიდუმლო ამერიკის და არა იმაში, რომ დედის შემწვარ კარტოფილზე მჯდომი ნარკომანის დახში ბენდენით მე ქუჩაში რომ გამოვარდება ვასაძის თუ კორკოტას ვიღაცის დაძახილზე, რომ შეუიარაღებელი და უსური გოგონები სცემონ. ამაშია საიდუმლო, აი ეს არის თუ ვინ არიან რეალურად პიდარასტები და რეალურად რას წყვეტს და არ წყვეტს, ვთქვათ, ისეთ სახელმწიფოში როგორც ამერიკა, ვთქვათ, ის ნაწილი, რომელსაც
უწოდებენ გეის. და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ისინი არიან თავისთვის, ისინი აბსოლუტურად თავის თავთან და თავის დავარქვათ სუბკულტურაში გრძნობენ თავისუფლად თავს, შესაბამისად არავინ უშლის მათ ამაში ხელს და არც ისინი უშლიან რამეს ხელს და ეს ქვეყანა აგრძელებს თავის ძლიერ დამოუკიდებელ განვითარებას. აი ამაშია საქმე, აი ამას უსურვებდი მე საქართველოს და გისურვებთ ყველას, გისურვებთ საქართველოს, რომ მოიპოვოთ ისეთივე ძლიერი ყველა ქართველს, ისეთივე ძლიერი ეკონომიკური, პირადი და სამართლებრივი დამოუკიდებლობა, რომელთაც არის უზრუნველყოფილი და აღჭურვილი ნებისმიერი ამერიკელი გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოს ძირს რეჟიმი თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. გმადლობ, კარგად ბრძანდებოდეთ. შიგ ამერიკიდან